სალამი, მშვენიერი დილა არის, მე და კირას გვაქვს კარდიო. ახლა ვართ კიკვიზის პარკში. მოდი ჩემთან კირა, მოდი ჩემთან. და ვცდილობთ, რომ დავხარჯოთ 300 კალორია, რომელსაც ახლა აგიხსნით რა ხდება. როგორც ვნახე, აქვთ ბალახის შეჭრის დღე და არის ბალახის სუნი. პლუს სურნელი არის ყვავილების და ხეების სიმწვანე. მოკლედ ძალიან კარგი კარდიო გვაქვს მე და კირას და გირჩევთ, რომ თქვენს კარდიო დაიწყოთ პარკებში. დღეს გვაქვს მე-10 დღე შრობის და ყველაფერი ნორმალურად მიდის. ანუ ეს არის მე-5 კარდიოს დღე და 5 ვარჯიში გქონდა. და დღეს იქნება მე-10 ყინულის აბაზანის დღე, რომელსაც ჩავიწერთ. არც ერთი დღე არ ჩამიგდია, თუმცა ტემპერატურა რა თქმა უნდა 15 გრადუსი ან 13 გრადუსია. რაც შეეხება დღევანდელ თემას, რაზეც ვისაუბრებთ დარბაზში, არის უშუალოდ როგორ მოქმედებს, რა დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვს ყინულის აბაზანას. მინდოდა კიდევ მცირე ინფორმაცია მომეწოდებინა შრობის დროს როგორ დაგვეთვალა კალორიები, დღიური კალორაჟის საჭიროება თქვენი ორგანიზმისთვის. ცალკე ფორმულა აქვს და გამოითვლება წონის სიმაღლეს და ასაკის მიხედვით. და მაგალითად, ჩემი თუ არის 1500 ან 1700, ზუსტად ვიცი რომ დაახლოებით არის 1700 რაღაცა, გავამრავლებ აქტივობის მიხედვით. დაბალი აქტივობის შემთხვევაში 1.2 გრამზე მრავლდება. საშუალო აქტივობის შემთხვევაში მრავლდება დაახლოებით 1.3-ზე და აქტიური ცხოვრების შემთხვევაში მრავლდება 1.5-ზე. ან შეიძლება უბრალოდ გავამრავლოთ დაბალ აქტივობაზე და დავუმატო უშუალოდ რა აქტივობებიც მაქვს. ამ შემთხვევაში მე წონებზე ვარჯიშით და კარდიოც მაქვს დაახლოებით 1 კალორაჟზე დასმული 300-მდეა და მაგას ემატება 100 კალორია უშუალოდ ყინულის აბაზანის. ანუ 400 კალორიის ხარჯი ყოველდღიურად მემატება. ყოველდღიურ საჭირო კალორიებს, მაგალითად, ავიღოთ 2200, ვუმატებ ამ 400 კალორიას და შემდგომ ვაკლებ 500. ეგ იქნება ჩემი ყოველდღიური მისაღები კალორიები. თქვენ შემთხვევაში უშუალოდ უნდა გამოითვალოთ BMR-ი, შემდგომ გაამრავლოთ აქტივობის მაჩვენებელზე და ეგ იქნება თქვენი დღიური სავალდებულო კალორაჟი. თუ ამ ყველაფერს სუსტად ესე მიიღებთ, კუნთის მასა შეგინარჩუნდებათ, ცხიმი დაგაგდებათ. რაც შემეხება მე როგორც გითხარით ვითვლი ცილა ცხიმი ნახშირწყლით. ვიცი ჩემი სხეულის ინთეიკი რამდენია დაახლოებით. პლუს ის არის რომ შემიძლია მუდმივად შევცვალო მიწერია სხვა რაღაცეები. ხო, როგორც გითხარით, საკვების სია დამატებული მაქვს და შეგიძლიათ გამოიყენოთ. ჩამოწერილია ის საკვებები, რომლებიც ხელს შეგიწყობენ ჯანსაღი ცხოვრების წესში, კალორაჟით, ცილა ცხიმი ნახშირწყლით. ასევე სოუსები მაქვს ჩამოწერილი, რომლებიც ვარგისია მიღებისთვის, შრობის თუ მატების დროს. და გავიწყდეთ ჩემი Telegram არხის გამოწერა, სადაც ამ ინფორმაციებს უშუალოდ ვდებ. დღეს ამ ხედით გადავიღოთ. 15 გრადუსამდე არის წყალი და მაგაზე დაბლა ვერ ჩამყავს საფხულში, მაგიტო გადმოვიტანე ჩრდილოში იქით მეცი ადიოდა, მთავარია 18-ს არ აცდეს, მაგრამ დამწყებიც აღარ ვარ. ეგაა მნიშვნელოვანი, ყინულს ვყრი, რომელიც სანამ დავამონტაჟე და რაღაცები ნელ-ნელა დნება 15-20 წუთში. აი, ეს იყო დაახლოებით რავი 1 ჯამი და ეგეთ რამდენიმეს ვაგდებ და პლუს კუბიკებს. ეს კუბი და გვატყობინებს რომ წყალი ცივი არ ხვიდეთ. დღეს არის მე-10 დღე. აი ესე ვზივარ დაახლოებით 15 წუთი. და შემდეგ გადავდივარ პირველ კვებაზე. ენერგიის მოჭარბებას და უფრო აქტიურად ცხოვრების მოთხოვნილებას ორგანიზმისგან უკვე ვატყობ. უბრალოდ შედარებით ცივი რო იყოს წყალი. ბევრად უფრო კვეთრ ცვლილებებს ვიგრძნობ. აქ ზედა ნაწილზე ეს ხანდახან მისვენებს რომ მეტია 15 გრადუსი. მაგრამ ქვემოთ ბევრად უფრო ცივია წყალი. ანუ მხრების ნაწილის ქვემოთ უკვე ძალიან ცივია წყალი რა. ისეთი ცივია რომ 12-13 წუთზე მეტხანს ვერ ვძლებ. თავარი არის ის რომ კონცენტრირებული იყოს სუნთქვაზე, დანარჩენი ყველაფერი მარტივად გამოდის. კაი, მოდი დავიწყოთ პირველი ვარჯიშით, რომელიც არის ტრიცეპსი. ნუ მაშინ ვაკეთებ სუპერსეტს. სუპერსეტს კი არა 4 მისვლა იყო. ეხა უბრალოდ 3 მისვლას გავაკეთებ 10 კილოთი და გავწურავ ტრიცეპს. ვართ ჯიმ 13-ში. აკალობა მომწონს და ბოლოს შევაფასოთ. დღეს ვისაუბრებთ უშუალოდ ყინულის აბაზანაზე და მის დადების თვისებებზე.
არ ვიცი რატომ, არა რაღაც ვაიბი მოაქვს, რაღაცნაირი, რომ მოდიხარ და კარგ ხასიათზე დგები. არა და განსხვავებული არაფერი არ აქვს. რაც შეეხება ყინულის აბაზანას, ამ ბოლო დროს ძალიან გაპოპულარდა და სხვათა შორის არ მიჭირს პირიქით, გამემარტივდა. პირველ დღეს გამიკვირდა კიდეც რომ 8 გრადუსი იყო და თან 5 წუთზე მეტ ხანს გავძელი თითქმის. თუმცა ამის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ სანამ ამას ყველაფერს დავიწყებდი, ბოლო თვენახევარია ცივ შხაპს ვიღებ, მაგრამ ძალიან ხელი შემიწვა. პირველ რო ჩამოვიტანე და უბრალოდ დავტესტე წყალს ხო არ უშვებ და მაშინ ზუსტად წუთი და 20 წამი გავძელი. შედარებით ცივი იყო მაშინ თან აპრილი. მაგ ვიდეოს უკვე ვლოგში დავდებ, რომლის აწყობაც მინდა, თუმცა ჯერჯერობით ისეთი კადრები არ მაქვს, რომლებიც მინდა რომ ვლოგში იყოს. და მოკლედ დღეს ვისაუბრებთ იმ თემაზე, რატო გაპოპულარდა ესე ძალიან და რატო იყენებენ ყინულის აბაზანას. მოდი ეს ერთი ვიდეოში ხელის დღეები არ შემეცვლია დიდად, იმიტომ რომ ხელის დღე მუცელზე არ მაწვება. მინდოდა, რადგან ხელის გაზრდა მინდა არ მინდა რომ დამიპატარავდეს რა. ყინულის აბაზანას რაც შეეხება, ყინულის აბაზანა არის 10-15 გრადუსის წყალში ჩასვლა 5-დან 15 წუთის განმავლობაში. შეგიძლიათ ძალიან ტანით ჩახვიდეთ, შეგიძლიათ ჩახვიდეთ მხოლოდ კიდურებით. უფრო დაბალი ტემპერატურის ან მეტი დროის შემთხვევაში უშუალოდ უნდა იყოთ გამოცდილი ან პროფესიონალი. შეგიძლიათ ეს ყველაფერი გააკეთოთ შხაპით, ცივ მდინარეში ან ტბაში ჩასვლით. ან არსებობს როგორც მე მაქვს ისეთი უშუალოდ აბაზანა შემოსაზღვრული. რო განსაზღვროთ უშუალოდ რა სარგებელი მოაქვს ამას. არის შემდეგი, რომ პირველ რიგში აღდგენას აჩქარებს, ანთებებს და ტრავმებს ამცირებს, კივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს გარკვეულწილად, იმუნიტეტს აძლიერებს. ეხლა ჩავშალოთ ყველა მათგანი რა და როგორ ხდება. ძალიან ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ ცივი აბაზანა და შხაპი, უმეტეს ყინულის აბაზანა ეხმარება სხეულს ტრავმები უფრო მალე გამოაჯამრთელოს და ზუსტად მაგ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე ახერხებს ყინულის აბაზანა აღდგენის პროცესის დაჩქარებას. შედარებით უფრო მალე გაგივლით ტკივილებით და კუნთის აღდგენა შედარებით უფრო მოხერხდება. არსებობს ერთი უკუჩვენებაც ამ საკითხში, რომ მაგალითად წონებზე თუ ვივარჯიშებ, კუნთს მაქსიმალურად გამოიყენებ. სახში მოყოლა ეგრევე მიიღებ თქვა ნახევარსაათში ან საათში ყინულის აბაზანას. შეიძლება მან ხელი შეუშალოს კუნთის ზრდის პროცესს. რადგანაც მაგ მომენტში ხდება დიდი რაოდენობით სისხლის კუნთში შესვლა, როდესაც ყინულის აბაზანას ვიღებ პირიქით, სისხლი გადადის ორგანოებისკენ, რომ თავი დაიწვის. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ არ მიიღოთ ყინულის აბაზანა ან ცივი შხაპი დარბაზიდან სახლში მისვლისას პირველ 2 საათში. როდესაც წყალში ჩადიხარ დაყინულში, ორგანიზმი არის შოქში და იბრძვის თვითგადარჩენისთვის. აქედან გამომდინარე, სისხლი როგორც აღვნიშნე, გადადის ორგანოებისკენ, სისხლძარღვები ვიწროვდება. ამ შოკის დროს იმდენად არის ორგანიზმი კონცენტრირებული თვითგადარჩენაზე, რომ ის ტკივილები, რაც თქვა გაქვთ ამ ტრავმები, თითქმის ინფორმაციის სახით არ მეწოდება გონებას და ვერ ვიგნობთ, რომ სხვა რამე გტკივათ. ეს გაბრუება იწვევს საბოლოო ჯამში ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს. ასევე დავამატებ იმასაც, რომ ანთებების შემცირებას უწყობს ხელს. როგორც აღვნიშნე, სისხლძარღვები ვიწროვდება, სისხლი ნაკლებად მიეწოდება გატრაუმულ ნაწილებს და შეშუპება არ ხორციელდება. ასევე როდესაც კუნთი გაქვს გაჭმული, ამ პროცესს დადებითად მოქმედებს, ზუსტად იგივე მიზეზის გამო.
შოკის დროს ორგანიზმი იქ გადარჩენას ცდილობს და იწვება ბევრად მეტი კალორია ორგანიზმის გათბობისთვის. ამიტომ მეტაბოლიზმზეც დადებითად მოქმედებს, აჩქარებს და ცხიმიც იწვება. გააჩნია უშუალოდ ტემპერატურასაც და დროსაც. გონებაზეც მოქმედებს დადებითად. სტრესის ჰორმონის გამოყოფას აბალანსებს და ზრდის დადებით განწყობას ორგანიზმში და პლუს გონებრივ გამძლეობას. რაც საქმეში ძალიან გვეხმარება. მithumetas მეგობრებო, ზაფხულში ბევრად მარტივია ცივი შხაპი და გირჩევთ, რომ ყოველ მეორე დღე მიიღოთ. ნელ-ნელა დაიწყეთ 1 წუთით და ადით 5-7 წუთამდე. რაც შეეხება უშუალოდ როდის უნდა გამოვიყენოთ ყინულის აბაზანა, პირველ რიგში ვარჯიშის მერე, დაახლოებით 2-3 საათის მერე ვარჯიშიდან იქნება იდეალური აღდგენითი პროცესების დასაჩქარებლად. ტრავმის შემთხვევაში პირველ 24-36 საათში იქნება იდეალური, ასევე ძალიან კარგია დილით ორგანიზმის გამოსაფხიზლებლად. მე მაგალითად როგორც ხედავთ ვიყენებ ახალგაზრდულზე ან დილით კარდიოს შემდეგ, რაც საბოლოო ჯამში თან ვაფხიზლებს. იმ დღეებში, როდესაც ვარჯიში კარდიოს არ ვაკეთებ, მაგრამ ყინულის აბაზანა კალორიებს მაინც ვსვავს, იმ დღეებში, როდესაც არ ვარჯიშობ, კარდიოს ვაკეთებ და პლუს ყინულის აბაზანაც, ანუ ორმაგად იწვება დიდი რაოდენობით კალორიები. ხო, კიდე რისი აღნიშნა მინდა რა. რამდენად სერიოზულად ვეპყრობი კლებას. როგორც გითხარით, დღე-გამოშვებით ვარჯიშობ და დღე-გამოშვებით ვაკეთებ კარდიოს. დამატებითად ყინულის აბაზანა პირველი 1 თვე ყოველდღიურად. კვებაც კი, არ ვიცი ხა რამდენად კარგად გამოჩნდება. კვებაც კი აი ესე რემაინდერებში მიწერია. 3 კვება მაქვს და 1 სმუზი. და პლუს რა დანამატ ვაყოლე. და მიწერია, რომ მესამე კვების დროა და დააყოლე თევზის ქონა. იმისთვის რომ არ გამომჩეს და პლუს დამატებითად ესე ინფორმაცია რომ მოგდის, უფრო მეტი мотиваცია გაქვს რომ უნდა გააკეთო რა. ვიდრე რომ გახსოვ, შეიძლება გამოგჩეს, ცოტა იქით გადაგივიდე, ცოტა აქეთ. ეს ერთ დროს ჭამაც გარკვეულწილად ორგანიზმისთვის ძალიან დიდი პლუსი. თან დღეს რუტინას დავალაგე ისე რომ ვიძინებ დაახლოებით 12-ზე, ყველაზე ცუდ ვარიანტში პირველ ნახევარზე, ან პირიქით უფრო ადრე და ვიღვიძებ აუცილებლად 9 ნახევარზე. უშუალოდ მნიშვნელოვანი რაც არის რომ ტემპერატურა უნდა იყოს 10-დან 15 გრადუსამდე. შეიძლება იყოს 5-დან 10 გრადუსამდეც უბრალოდ უნდა იყოს გამოცდილი. ჩასვლით მე მაგალითად როგორც ნახეთ, ჩავდივარ ლიანად მთელი სხეულით. აღნიშნე რომ კიდურებითაც შეგიძლია ჩასვლა. დამწყებებისთვის ჯობია 5-დან 10 წუთი მაქსიმუმ. და უშუალოდ პროფესიონალები მაინც 7-დან 15 წუთამდე ნებისმიერ დროს იღებენ გააჩნიო ტემპერატურას. ეხლა ჩემი მთავარი სურვილი არის რომ 12-13 გრადუს წყალში 15 წუთამდე გავძლო, ისე რომ სრულიც არ მექნეს ამოსვლის. ცხვირი ჩაის უნთქეთ, პირით ამოისუნთქეთ და კონცენტრირდით ამ ნაწილზე. არ იფიქროთ იმაზე, რომ ძალიან გცივად და არ იფიქროთ იმაზე, რომ აი ხლა უნდა ამოვიდეთ. აუცილებელი არის გაითვალისწინოთ ერთი რამ, რომ ყოველდღიურად თუ იქამდე შემზადებული არ ხართ, არ შეიძლება და კვირაში 2-4 ჯერ არის რეკომენდირებული. მე დაახლოებით როგორც გითხარით, თვე ნახევარი ცივ შხაპს ვიღებდი 3-დან 5 წუთამდე იმისთვის, რომ ყინულის აბაზანაში ესე ყოველდღიურად ჩასვლისთვის ყოფილიყავი მზად. მეორე ვარჯიშზე გამახსენდა, რომ დღეს წიაგებიც უნდა გამეკეთებინა და შემდეგზე გავაკეთებ სამწუხაროდ დღეს არ გამიკეთები. ხო, რაც შეეხება უარყოფით ნაწილებს, დადებითებზე ვისაუბრე, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი გასაფრთხილებელი ნაწილებიც. პირველ რიგში გაითვალისწინეთ ის, რომ თუ გაქვთ ნებისმიერი სახის პულსის გრძავსება,
სისტემის პრობლემა გამორიცხეთ. ყინულის აბაზანა, რადგანაც სისხლძარღვების შევიწროება და გაშლამ შეიძლება პირიქით დააჩქაროს თქვენი პრობლემები და გაზარდოს. მეორე, როგორც უკვე აღვნიშნე, თუ ვარჯიშისთანავე ჩახვალთ ცივ წყალში მის ზრდას ხელს შეუშლის, ძალიან ბევრი მატყლება მაჩვენა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რასაც ყოველთვის ყველაზე ხშირად ვიმეორებ. ყველაფერი არის დამოკიდებული თქვენს სხეულზე. ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური და სხეული და თუ თქვენ გრძნობთ, რომ ის ტემპერატურები, რომლებიც ჩამოთვალეთ და ის დრო თავს კომფორტულად არ გაგრძნობინებთ, ტემპერატურას მოუმატეთ. ან დროში ამცლებთ. ყინულის აბაზანით ან ცივი შხაპით თავი ისეთ დისკომფორტში არ უნდა იგრძნოთ, რომ თქვენზე ნეგატიური გავლენა გქონდეს. ამაზე სულ ეს იყო. მოდი დავიწყოთ ახლა ამ დარბაზის შეფასება. პირველ რიგში სანამ შეფასებას დავიწყებ, ერთი მთავარი ფაქტორი მინდა გასმულად თქვა. უბრალოდ ორივეჯერ ძალიან გვიან დაემთხია ჩემი მოსვლა და არ ვიცი მაგის ბრალია თუ ზოგადად ტრენერებს ვერ ვხედავ. ყველაფერს მიუხედავად, რასაც ვიტყვი დადებით თუ უარყოფით, აქ მოსვლა იმენად ბევრ დადებით ენერგიას მაძლევს, რომ საბოლოო ჯამში რატომღაც ეს დარბაზი ძალიან მომწონს. თავისი ვაიბი აქვს. მოდი ახლა დავიწყოთ უშუალოდ შეფასება. ჰიგიენის ნაწილში მოცემულობა გვაქვს, რომ ყველაფერი ნორმალურია, კარგია, 8 ქულა დაეწერება პირდაპირ მნიშვნელობით, არანაირი ზედმეტი ახსნით და ასე შემდეგ. რაც შეეხება უშუალოდ ტრენაჟორების მდგომარეობას და ტრენაჟორების რაოდენობას, მდგომარეობაში შემიძლია დავუწერო თავისუფლად ცხიანი. წინაზეც ვარჯიშები დამემთხვა. წინაზეც მომეწონა ყველა ტრენაჟორი, სადაც მივედი, აქაც ძალიან მცირე ხარვეზები შევამჩნიე, ისეთი რომ გამოსწორებადია და დიდი ალბათობით მალევე გამოსწორდება. რაოდენობაში მოდი 3 ქულას არ დავაკლებ, რადგანაც ყველა კუნთის ტრენაჟორია უბრალოდ აიგ მომენტი არა ზოგიერთ კუნთს, რომ ბევრი ადამიანი აკეთებს. შედარებით მეტი ტრენაჟორია საჭირო. ამიტომ მაგაში დავუწერ 8 ქულას. რაც შეეხება მიმღებს და შეთავაზებებს, არ დავაკლებ 3-4 ქულას, მაგრამ ნახი მოქვს fitness time-ის, ჩვეულებრივ დარბაზს, რომ ესეთი კარგი მიმღები აქვს, ნახი მოქვს რეფორმასი. მოდი 8 ნახევარი დავუწეროთ რა. არის ნორმალური, 8 ნახევარს დავუწერ რა. როცა უშუალოდ ამ ვიდეოს წერ წარმოდგენაც კი არ მაქვს, რადგანაც არ მინახავს შიდა მიმღებში, რომ ცალკე მოსასვენებელი სივრცეა თავისი სავარძლებით და დაკიდული საქანელითაც კი და იმ ერთ ქულას, რა თქმა უნდა, არ დავაკლებთ და პირიქით ერთ-ერთი საუკეთესო მიმღები ქონია ამ დარბაზს. ეხლა გავაგრძელოთ ვიდეო. რაც შეეხება პირად სივრცეს ვარჯიშისას, როგორც უკვე აღვნიშნე, აქაც MyFitness-ის სიტუაცია გვაქვს რა. ადგილი ძალიან ბევრია, თუმცა სხვადასხვა სივრცეები აქვს. და ზოგიერთ ტრენაჟორზე არის ლოდინი სამწუხაროდ. და გადატვირთულობა აქ არასდროს არ მიგრძნია, მაშინაც ვიყავი, ეხლაც საღამოს საათებში, მაგრამ ხალხი არასდროს არ არის იმდენი, რომ შეწუხდე. დარბაზის დიზაინს, განათებას და ვენტილაციას რაც შეეხება დიზაინი ძალიან მომწონს. ფაქტია რომ შემოდივალ დადებით აეულას პირდაპირ მესვრის. თან ეს გარშემო რო აქვს გაწელვების და იოგის სივრცეები ძალიან მომწონს. შეიძლება გამოყოფილი არ არის, მაგრამ ალბათ ჩემს ზურგს უკან ხედავს, ტრენაჟორები არის შუაში ცენტრში მოქცეული. განტელები არის წინა მხარეს და ქვემოთ არის ხალიჩა სილიკონის, რომელიც მე მომწონს. და სხვა 60 გრადუსით თუ ანტელების არეას არ ჩავთვლით, სულ არის გაწელვების და კარდიო სივრცეები პლუს ზედმეტიც. ქვემოთ არის MMA-ის დარბაზიც. ერთადერთი რაც არ მომწონს არის განათება. ცენტრში ბევრად მეტია და კუთხეებში არ არის საკმარისი. დავამატებდი განათებებს.
და ვენტილაცია არის, თან დიდი რაოდენობით, უბრალოდ იმდენად მაღალია დარბაზი, რომ ქვემოთ ჩახუცულობა არის შედარებით. ზემოთ კარდიოს რო ვაკეთებდი, პირიქით, სიგრილე იყო. აქ შედარებით სიცხეა და ამას დაბალ ადგილებშიც დავაყენებდი. რაც შეეხება მუშაობის საათებს, 10 დავუწევთ, იმიტომ რომ არიან პირველამდე და ძალიან მომწონს ეს. საქართველოს ბოლოს 3 დარბაზი, რომელიც მოვინახულით, ან 24 საათი მუშაობდა, ან შედარებით გვიანობამდე. და ლაიონ ფიტნესში უნდა წავიდე, შემდეგზე წესით ისიც 2-მდე მუშაობს. ძალიან კარგია, მიხარია. ერთადერთი რაც დამაკვირდა არის ის, რომ პერსონალი ვერ ვნახე, შეიძლება უბრალოდ მუშაობენ 10-მდე და ორივეჯერ 10-ის მერე ვიყავი სამწუხაროდ. ლოკერ რუმებს რაც შეეხება, დასუფთავებულია, კარგია ტემპერატურა, ყველაფერი კარგად არის, იკეტება, უშუალოდ კარადები, ადგილით საკმარისად არის, ნივთები არ ყრია. ხალხი იმდენი არ ყოფილა ეხლა მაგალითად, რომ გადატენილი ყოფილიყო, ამიტომ მათი ნივთები გარეთ არ ეყარათ. ცოტა მეტ კარადას იმსახურებს ამ ხელასილზე, ჩემის აზრით. თუმცა რადგანაც ნივთები გარეთ არ ეყარა, ესე იგი არ სჭირდება. 9-ს დავუწერ. მარტო იმ მიზეზით, რომ შედარებით დიდი ლოკერ რუმები ამ ხელადარბას აუცილებლად ეკუთვნის. რაც შეეხება გამოყოფილ სივრცეებს, როგორც ხედავთ, უკან მხარეს კარდიო სივრცე ცალკეა, წინ არის არბენი ბილიკები, უკან არის ხილამურები და ველოსიპედები, მაგის ქვემოთ არის MMA სივრცე, თან დიდი ძალიან, დანარჩენი სივრცეები არ ვიცი, ნუ გაწევების სივრცე და ასე შემდგომ არის გარშემო, როგორც გითხარით, გამოყოფილი არ არის, მაგრამ ძალიან მომწონს, როგორც არის განსხვავებული სტილი აქვს, შუაშია ტრენაჟორები და წინ საიდანაც მე სარკმელი დარბაზი ჩანს, რაც ძალიან კარგ შთაბეჭდილებას გიტოვებს, არის ანტელების სივრცე. პლუს წინაზეც აღვნიშნე, რომ ზემოთ შუაში აქვს შუშა ჭერის სახით და საჩანს დღისით. ფოტოებში როგორც ნახე, უბრალოდ მე დღისით აქ არ ყოფილი ვარ. გარკვეულწილად წესით ეგეც აცხილებს ალბათ აურობას. თავის ნეგატივი აქვს, მაგრამ იმდენად დიდი პლუსია, რომ მეც იგივენაირად ვიზავდი ჩემი ნება რო ყოფილიყო. დამატებით სივრცეებშიც რისი შესაძლებლობაც არის, ყველაფერი არის. მოდი გამოყოფებში დავუწერ 10 და დამატებით სივრცეებში დავუწერ 9-ს, იმიტომ რომ ბევრად მეტი სივრცეებიც მინახავს სხვა დარბაზებში. შეფასება სულ ეს იყო. ვარჯიშით სულ ეს არის, დამრჩა მხოლოდ პრესები. როგორც ხედავთ, ბევრი ვარჯიში მოვაკელი. ამის მიზეზი ის არის, რომ პირველი კვირა არის თან. სწორედ წინა მხრეს ვარჯიშებიც უნდა გამიკეთებინა. მაგრამ ჯერ ვეგუები უშუალოდ კარდიოსაც, ყინულის აბაზანასაც და წონებზე ვარჯიშსაც შეიძლება არ მეტყობა, მაგრამ ვარჯიშებზე ვიწურები. 3-4 მეტი ოფლიანობა მაქვს, ვიდრე იქამდე ვქონდა, იმიტომ რომ ორგანიზმს მაგდენი ძალა არ აქვს და ვცდილობ, რომ მაქსიმალურად გავწურო. კრეატინს პირველი ერთი თვე არ მივიღებ. ილიაში ჩემი შრობა არ არის მაინც და მაინც ბოლომდე ცხიმის გასაქრობად, შედარებით მინდა რომ ღიპი დაეცეს. და შემდგომ მინდა რომ ივლისი-აგვისტო შევირგო მთელი ზაფხული, ამიტომ ალბათ ივლისის ბოლომდე ან ივლისის შუა რიცხვებამდე მექნება უბრალოდ კვება და კარდი. და ვნახოთ რა შედეგი მოვა. Tanka işedik. So, ეს იყო სულ ახლაწავი.